მოგესალმებით. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების მიზნით წარმოგიდგენთ საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის მიერ 2026 წლის 15 იანვარს, ხოლო გაეროს მხრიდან სამართლებრივ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის 2025 წლის 30 დეკემბერს ხელმოწერილი საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ 94 წლის ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზე გავრცელების შესახებ წერილების გაცვლის გზით დასადებ ხელშეკრულებას. მოკლედ მოგახსენებთ ძირითადი პრინციპების შესახებ, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული შეთანხმების ინიცირება 2019 წელს უშუალოდ გაეროს სისტემაში მოხდა გარკვეული ცვლილებები, რის შემდეგაც რეზიდენტის კოორდინატორი გამოეყო ცალკე, ასე ვთქვათ, თუ მანამდე მათ შორის საქართველოში 94 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ეხება გაეროს განვითარების პროგრამის პრივილეგიებს და იმუნიტეტებს და სამართლებრივ სტატუსს საქართველოში, აერთიანებდა როგორც გაეროს განვითარების პროგრამას, ასევე რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის სამართლებრივ რეჟიმს დღევანდელი მდგომარეობით, ვინაიდან ეს ორი ერთმანეთისაგან გაიყო და დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა ჩამოყალიბდა და დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რომ მათ შორის საქართველოშიც გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისთან დადებული იყო ცალკე ხელშეკრულება, რომელიც გაიმეორებდა პრინციპში 94 წელს დადებული ხელშეკრულების პირობებს და გავრცელდებოდა სწორედ იგივე პირობებით ამ ახლად ჩამოყალიბებული რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის სამართლებრივ სტატუსზე. ეს არის, ასე ვთქვათ, ძირითადი პრინციპი. მოგეხსენებათ ზოგადად, რომ 94 წლის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს გაეროს ძირითადი პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ ხელშეკრულების გავრცელებას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობაზე, როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე და ახალი ხელშეკრულების პირობებიც ითვალისწინებს ანალოგიურ მიდგომას რეზიდენტ კოორდინატორის ოფისის მიმართ და ანალოგიურად გაეროს ძირითადი ხელშეკრულებების პირობების გამოყენებას კოორდინატორის ოფისზე. ეს არის ძირითადი მიმართულება, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მზად ვარ უპასუხო. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა. მე როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ყოფილ თანამშრომელს არ მაქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით, კარგად ვიცი ეს პროცესი როგორ წარიმართა და როგორ მოხდა ფუნქციების გაყოფა. შესაბამისად, ჩემს კოლეგებს თუ აქვს კითხვები, მგონია რომ ქალბატონი ხათუნა მე როგორც არა თანამშრომელს მე მაქვს მაშინ კითხვა. ქალბატონ ხათუნა, აქამდე რა წესები ვრცელდებოდა, რის მიხედვით ფუნქციონირებდნენ ესე? რა იყო სხვაობა არსებულსა და ახლა ახალს შორის, რა არის სხვაობა? როგორც უკვე მოგახსენეთ, აქამდე ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან არის დადებული, ეს არის 94 წლის 1 ივლისს დადებული ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამა, რომელიც თავის თავში ასევე მოიცავდა რეზიდენტ კოორდინატორსაც, ვრცელდებოდა სრულად ამ წარმომადგენლობაზე. ამიტომ თვითონ რახან გაეროს სისტემაში მოხდა ცვლილება და იქ მოხდა გაყოფა გაეროს განვითარების პროგრამისა და რეზიდენტ კოორდინატორის ოფისებს შორის, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ჩვენ თანაც აუცილებლობა იმისა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, რომელიც არსებობს საქართველოში, მას გამოეყო გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისი ცალკე წარმომადგენლობაც და აუცილებელი გახდა, რომ ცალკე ამ წარმომადგენლობასაც გავყოლოდით, ასე ვთქვათ, თვითონ გაეროში მიღებულ გადაწყვეტილებებს და ცვლილებებს და სისტემაში მოგვაყვანა და შემდეგ უკვე მათთანაც ცალკე დაგვეტო ეს ხელშეკრულება. ცხადია, იგივე პირობებით აბსოლუტურად როგორიც იყო თავიდან დადებული UNDP-სთან და რომელიც დღემდე მოქმედებს, იგივე ხელშეკრულების პირობები ვრცელდება გაეროს რეზიდენტ კოორდინატორის ოფისზეც. ანუ ადრე რეზიდენტ კოორდინატორი ამავდროულად იყო რეზიდენტ რეპრეზენტატივი გაეროს განვითარების პროგრამის 2019-ში. 7 წელი ითქოს 2009 კი ბატონო გეტყვით 2019 წელს როდესაც მოხდა მაშინვე მოხდა ინიცირება ამისი ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა გაიარა საქართველოსა და გაეროს ოფისის შორის მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციები მათ შორის სამართლებრივი საკითხების დაზუსტება იმიტომ რომ მოგეხსენებათ თვითონ 94 წლის ხელშეკრულება საკმაოდ მოცულობითია ვინაიდან ის ძირითადად ეყრდნობა გაეროს ძირითად ხელშეკრულებას პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ და ასევე ხელშეკრულება სპეციალიზირებული სააგენტოების პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ ანუ ეს პროცესი დაიწყო ცოტა შეიძლება ბიუროკრატიულად დროში მოგვეჩვენა რომ ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეისათვის უკვე დასრულებული, ანუ მოლაპარაკების პროცესში ვიყავით უშუალოდ გაეროს შესაბამის ორგანოებთან, ანუ სამართლის ოფისთან, რომელთან საბოლოო ტექსტი როგორც კი შეთანხმდა, მოხდა წერილების გაცვლა და უკვე პროცედურის დასრულების შემდეგ შევძელით რომ წარმოგვედგინა პარლამენტში სარატიფიკაციოდ. ანუ აქამდე
იყო ისე როგორც იყო თავარი კითხვა თქვენი ეს იყო აქამდე იყო ერთი ქოლგის ქვეშ თუმცა არ იყო ეს სწორი იმიტომ რომ გაეროს ქონდა ამასთან მიმართებით რაღაც გარკვეული თავისი კონსერნები ვინაიდან ყველანაირი ასე ვთქვათ ხაზით საორგანიზაციოდან დაწყებული საფინანსოდ დამთავრებული ისინი უკვე დამოუკიდებლად აწარმოებდნენ საქმიანობას. მადლობა, მე მგონი ამოძრავი პასუხია, თან არ არის ვფიქრობ სენსიტიური პოლიტიკური თემა, სტრუქტურული გაყოფის საკითხია და გთხოვთ მხარდაჭერას. დიდი მადლობა ქალბატონო ხათუნა. მეორე საკითხი ეს არის 2019 წლის 27 ნოემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას გაუმჯობესების პროექტის ნომერ 2 ცვლილების წელის შეთანხმება. ქალბატონი მზია გიორგობიანი წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებას, რომელიც გაფორმებულია წერილი შეთანხმების სახით. აღნიშნული შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, თავის დროზე გაფორმებული არის 2019 წლის 27 ნოემბერს და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული იყო შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობა და ასევე განსაზღვრავდა გარკვეულ ინსტიტუციურ მხარდაჭერას, რომელიც გათვალისწინებული იყო გზების დეპარტამენტისათვის. ამ ეტაპისათვის ხდება მხოლოდ ვაზდის გადაწევა, სესხის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევა 2027 წლის 31 დეკემბრამდე. სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება და ძალაში რჩება. ეს გახლავთ 26 წელი სესხის ხანგრძლივობა, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11 წელი, საპროცენტო განაკვეთი წლიური ევრიბორის პლუს 0.7% და ვალდებულების გადასახადი 0.15%. ეს არის ცვლილების პრინციპი. კითხვების შემთხვევაში მზად ვარ რომ გიპასუხოთ. მადლობა. ხომ არის კითხვები? მე მაქვს უბრალოდ კითხვა ეს შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი ხო დასრულდა? და ანუ რა საჭიროა ამის გაგრძელება? ბატონო, სამუშაოები დიახ უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში არის შესული და ამ გზით უკვე ვსარგებლობთ, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, ტექნიკურ ნაწილში ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით, რომელიც გზების დეპარტამენტისთვის იყო, ის კომპონენტები არის დარჩენილი და ეს მაგალითად ეს ორი კომპონენტი გახლავთ, ეს არის გზების მოვლა შენახვასთან დაკავშირების სტრატეგიის შემუშავება და ასევე სპეციალიზირებული სასწორების დამონტაჟება, რომელიც საჭირო არის მათ შორის გზის გაბარიტების უზრუნველყოფად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები, როგორც კი დასრულდება შესაბამისად ეს კომპონენტებიც მაშინვე შესაძლებელი იქნება უკვე ამ სესხის სახურვაც. კი ბატონო, მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ არის? არ არის, შესაბამისად ვაყენებთ კენჭისყრაზე საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია. მადლობა. მადლობა ქალბატონო მზია. და შემდეგი საკითხი ეს არის 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების საცხოვრებლად ვარგისის ქალაქების საინვესტიციო პროგრამა ნომერ 2 ცვლილების წელის შეთანხმება. ქალბატონი ნინო ენუქიძე წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 2 ცვლილების წერილ შეთანხმებას. პროექტი ტექნიკური ხასიათისაა, როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს გაფორმდა, 2020 წლის 17 მარტს იქნა რატიფიცირებული. სესხის თანხა იყო 13.550.000 ევროს ოდენობით. ტექნიკურად იცვლება მხოლოდ პროექტი, ანუ ფინანსურ ნაწილში პირობებში ცვლილებები არ შედის, საკითხი ეხება ვადის გადაწევას. კომპონენტი ამ შემთხვევაში იგულისხმება სივრცითი ნაწილი. 2025 წლის 30 დეკემბრიდან გადაიწევს 33 თვით 2028 წლის 30 სექტემბრამდე, ანუ დახურვის თარიღი გახანგრძლივდება და ასევე შედის ერთი ტექნიკური ცვლილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელწოდებასთან დაკავშირებით, დაზუსტდება მისი ახალი სახელწოდება. გადავადების მიზეზსაც გეტყვით, როგორც მოგეხსენებათ, ანუ ეს სესხი ემსახურება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, გარემოს დაცვით კვლევებს და ასე შემდეგ, ანუ ასეთი დოკუმენტების მომზადებას და ექსპერტების მონაწილეობას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცედურები ყველაფერი ტარდება აზიის განვითარების ბანკის წესებით,
რიგ შემთხვევებში იყო ტენდერები, რომლებიც არ შედგა მონაწილეთა არარსებობის გამო, ან ჩაიშალა, პროცედურები გახანგრძლივდა და აქედან გამომდინარე გახდა საჭირო, რომ პროცესი გახანგრძლივდეს და სესხის დახურვის ვადად განისაზღვროს 2028 წელი. შესაბამისად, თუ გაქვთ კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა, არის კითხვები კოლეგებო? კითხვები არ არის. შესაბამისად, ამ მესამე საკითხს დღის წესრიგის მესამე საკითხს ვაყენებ კენჭისხლაზე. ვინ არის მომხრე? მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა ქალბატონო ნინო. ჩვენ ამოვწურეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მადლობა კომიტეტის ხდომაზე მონაწილეობისთვის. შევხვდებით ხვალ პლენარულ ხდომაზე. კომიტეტის ხდომა დახურული.